რეჟიმს იურისტებზეც სურს კონტროლის მოპოვება, მალე იურიდიული დახმარების სამსახური, რომელიც ეგრეთ წოდებულ სახაზინო ადვოკატებს აერთიანებს, ივანიშვილის პრემიერთან იქნება ანგარიშვალდებული. ოცნების დეპუტატების დაწერილი ცვლილებების მიღების შემდეგ ორგანიზაციის ხელმძღვანელის დანიშნა გათავისუფლება ოლიგარქის მთავრობის ხელმძღვანელს შეეძლება. სამსახურის მმართველ საბჭოს კი, რომელიც ამჟამად ძირითადად პროფესიული და უფლებადამცველი ჯგუფების წარმომადგენლებისგან შედგებოდა, თითქმის სრულად რეჟიმი დააკომპლექტებს. რას გეგმავს ივანიშვილის მთავრობა, თაკო მაისურაძე ესაუბრა ადვოკატებს, ის გვერდება პირდაპირ ეთერში. დიახ, იურიდიული დახმარების სამსახური, რომელიც აქამდე სრულად ექვემდებარებოდა საქართველოს პარლამენტს, ახლა წესები შეიცვალა და ის დაექვემდებარება ირაკლი კობახიძეს. ასევე ცვლილებებია საბჭოს დაკომპლექტებაშიც, 9 წევრისგან შედგებოდა საბჭო, ახლა კი 7 წევრამდე ჩამოვიდა მათი რაოდენობა და მათი დაკომპლექტების წესიც და შინაარსიც იცვლება. უმეტესობა საბჭოს წევრების იქნება ქართული ოცნების მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენელი, ასევე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე. ჩვენ ვცადეთ გავსაუბრებოდით ირაკლი ყანდაშვილს, თუ რა იყო მისი პოზიცია ამ ცვლილებებთან დაკავშირებით. მან გითხრა, რომ მედიასთან ამ წამს კომენტარს არ გააკეთებს და ჩვენს აჯენდას ვერ აეწყობა, თუმცა გააკეთებს კომენტარს მოგვიანებით, შეგვიძლია მოვისმინოთ. მე დაგირეკავთ მაღალი ალბათობით მედიაში ვხდები და თქვენს დაგიბარებ. მოუყვეთ თქვენ პოზიცია. თქვენ აჯენდას ვერ ავერგები და მე თუ გაქვს ინტერესი დღეს ვაპირებია. თქვენი პოზიცია რა არის ამაზე ერთ-ორ სიტყვას ვერ გვეტყვით? თუმცა აპირებს მედიასთან დღეს შეხვედრას. აი ვათანხმებ ჩემ გრაფიკს და დაგირეკავ. საუბრეთ ადვოკატებსაც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ეს ცვლილებები საფრთხეს მოუტანს დამოუკიდებლობას და შეიძლება გავლენა გაიზარდოს ირაკლი კობახიძის მხრიდან და გადაწყვეტილებები ვეღარ იყოს ისეთი დამოუკიდებელი, როგორც უნდა ყოფილიყო. შეგვიძლია მოვისმინოთ მათი პოზიციები, რომლებიც ამბობენ, რომ ეს ყველაფერი იქნება უკუსვა ადვოკატთა ასოციაციისთვისაც და თავად ადვოკატთა წარმომადგენლობისთვისაც. რა თქმა უნდა, ეს არის პირდაპირ დარტყმა ზოგადად ადვოკატის ინსტიტუციისადმი ამ თავისუფალი პროფესიის მიმართ და ეს არის ის პირველი წერტილი, საიდანაც ახდენენ, ასე ვთქვათ, ამ პროფესიის დამოუკიდებლობისათვის საფრთხის შექმნას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ახლა უშუალოდ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის და თითოეული ადვოკატის ხმის ამოღება, მოქმედება და იურიდიული დახმარების სამსახურის გადარჩენა, იმიტომ რომ დღეს თუ დავკარგავთ იურიდიული დახმარების სამსახურს, ხვალ ეს ყველაფერი და დამოუკიდებლობის თავისუფლების შეზღუდვა უკვე გავრცელდება თითოეულ ადვოკატზე. იუსტიციის სამინისტროს რომელი ადვოკატს არ მოეწონება, ის ადვოკატი დაკარგავს ლიცენზიას. აი ეს პროცესი დაიწყო. თქვენ თუ ხედავთ საკანონმდებლო ცვლილებებს, ადვოკატი, რომელიც გააკეთებს უკვე პოლიტიკურ განცხადებას, იუსტიციის მინისტრის რეკომენდაციით, ხო? დატოვებს ადვოკატთა ასოციაციას. ეს ხდება რუსეთში, ეს ხდება ყაზახეთში, ეს ხდება პოსტსაბჭოურ ქვეყნებში, რომელიც ჯერჯერობით დამოუკიდებლები არ არიან ადვოკატთა ასოციაციები და ეს მოხდება საქართველოში. ანუ მიდის კოპირება იმ ქვეყნებისა, სადაც ადვოკატთა კორპუსი არ არის დამოუკიდებელი. აბა რაში უნდა დაგჭირდეს პრემიერ-მინისტრს, რომ ადვოკატთა კორპუსი შენ წინაშე იყოს ანგარიშვალდებული. ეს არის ადვოკატის უფლებების უხეში დარღვევა. ეს არის ევროსაბჭოს რეკომენდაციის უფლებების დარღვევა ადვოკატთა დაცვის შესახებ. მთელი ადვოკატთა კორპუსი უნდა გამოვიდეს ქუჩაში. როცა იურიდიული დახმარების სამსახური ძალიან ბევრ და მნიშვნელოვან ღირებულ რამეს ახორციელებდა ჩვენ საზოგადოებაში, კრიტიკულად აუცილებელია, რომ შენარჩუნეს ამ უწყების დამოუკიდებლობა. შესაბამისად, ამ სამსახურის საბჭოს დაკომპლექტების წესი, რომელიც იცვლება იმ ფორმულებით, სადაც უფრო მეტად იქნებიან წარმოდგენილი აღმასრულებელი ხელისუფლებიდან, ასევე გენერალური პროკურატურიდან და ასე შემდგომ, ეს ერთი მხრივ შეასუსტებს მის დამოუკიდებლობას, არამც და არამც ეს რეფორმა არ უნდა გახორციელდეს ისე, რომ მასში არ იყო ჩართული საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია და მათი პოზიციები არ იქნეს მოსმენილი და გაზიარებული. ახლა საინტერესოა, როგორ გააგრძელებს მუშაობას იურიდიული დახმარების სამსახური, ექნება თუ არა მასზე გავლენა ირაკლი კობახიძეს. დღეს ამ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად 5 საათზე ადვოკატთა ნაწილი მთავრობის კანცელარიასთან იკრიბება.